ქუთაისი საკმაოდ მუსიკალური ქალაქი იყო ყოველთვის. ინდუსტრიალიზაცია რომ დამთავრდა, თანდათან გადავიდა ეს ჩარხების მაული მუსიკაში. ქუთაისმა მისცა ეს გაბრაზებული ტონი, ყოველთვის ქუთაისს უფრო უჭირდა ვიდრე თბილისს. და აქ კეთდებოდა ნამდვილი ალტერნატივა და ნამდვილი პანკი. ქვეყნის რაღაცა უნდა მოყვე, რომ უნდა უთხრა, რომ აზე მოდი რა, ნუ კლავს საკუთარ შვილს. ამისთვის უნდა უმღერო, აი რა ვიცი რაღაცა აქ ბავშვებს აჭმევენ მძღნერ. მე ვამშევ სიმართლე გითხრა ალბათ ანარქისტი ვარ, მაგრამ მე სხვანაირი დროშა მაქვს. ჩემი დროშა არის გამჭირვალე და ტარიც აქვს. ოღონ არის შუშის, რომ კარგად გაარჭო ვინმეს ერთ ადგილზე. აი ამნაირი დროშის პრობლემა ვარ. ფოლკლორიდან დაიწყო ჩვენი მუსიკასთან შეხება და ძალიან გავს ფოლკლორი როკ-ენ-როლს. სიმართლეებით გავს ძალიან, იმიტომ რომ ორივე ერთმანეთზე მართალი მუსიკაა. Zamubera zwaurma Rubeli sevdatsris მაგოთ 90-იანება მოგცა ისეთი რამე, რასაც ვერ იპოვიდი ეგრე სახში დამჯდარი ტიპი და რაც არ უნდა მუსიკა გეკრა, ერთობა სადაც არ არის, ვერ ხვდები გემოს ვერ გებულობ მუსიკის. დასკებისები როკ-ენ-როლი რა არის? ერთადერთი არის. ჩემი გული ჩემი ერთადერთი ინტელექტი ასე ხელი, ასე. და ბიჭო. მე ვასწავლე ამ ბიჭო. fucking talk. აიო. მუსიკამ თუნდაც იქნებოდა ეს ჯგუფები, თუ იქნებოდნენ ცალკეული მუსიკოსები, თუ იქნებოდა ეს ვიდეო არქივი, გვიბიძგა იმისკენ, რომ შეგვექმნა არა ისეთი, როგორიც იყო. შეგვექმნა ახალი, ოღონდ იმავე ენერგიით და იმავე სულისკვეთით. ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელი, ამ ქალაქში დავიბადეთ მე და აღმაშენებელი.